მინდა შემოგთავაზოთ ერთი ჩემი საყვარელი ლექსი, რომელსაც ქვია სიჩუმის ქალაქი. ამ ლექსში ბევრი შეგონებებია. რა არის არსებობა ადამიანისა? ასე მოკლე დროით, რატომ გვეძლევა? სამყაროს წესიერად აღქმას ვერც კი ასწრებ, რომ იმ ხევს გადაღმა მისტიური ტყის პირას ჯვრება და აღმართულ სიჩუმის ქალაქში დაიდებ ბინას. პირს ზეცისკენ მიიქცევ და მიეცემი ისეთ სიჩუმეს გეგონება, იქ ცხოვრებაზე ოცნებობდი მთელი სიცოცხლე. საოცარზე საოცარი მაინც ცოცხალთა სიჩუმეა. ფიქრთა ატეხილ ხმაურში მშობიარობის ტკივილებს უძლებს და იბადება აზრი, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს სიბრძნე. ფასი მაშინ დაედება სიჩუმეს, თუ მის ხმაურში შობილი სიბრძნე გაარღვევს ინის და იანის ცარიელ სიბრძეს, დააქცევს ბოროტის ციხეს და აღიმართება სინათლის სვეტად. არანაკლები სიბრძნეა ბოროტება, მაგრამ მას არ სცნობს მისივე ქველმოქმედება და დროის კვარცხლბეკზე ბოროტისგან ნაქანდაკარ ცრუ კერპებს ამსხვრევს. დიდი გმირობა, მიწის შვილობა, მიწად ქცევამდე. ცხონებულ ჩონჩხთა სასაფლაოა ჯვრებად აღმართული სიჩუმის ქალაქი და მე სულის ცხონების ამაოდ მძებნელი ცოცხალ მკვდრად ყოფნას მინდა გავექცე. ყოველი წუთი წუთში ყოფნისას მტრად მომეკიდა და იმ ხევს გადაღმა. ხშირად მელანდება შავნაბდიანი სიკვდილის მოლანდება. თუმცა კარგად ვიცი, ადამიანი სიკვდილთან ერთად იბადება. სიკვდილი მისსავე გვამში იზრდება და იმ თესლს ემგვანება, რომელსაც როგორც მოუვლი, ნაყოფიც ისეთი ექნება. სიკვდილ სიცოცხლის ბრძოლა, სამყაროს გარდაქმნის ხელოვნება და ადამიანში ცხომ იგივე ხდება. მაგრამ ეს სიყვარულის გარეშე ვერ მოხერხდება. რა საოცარია, არა? ჩემი სიკვდილი ჩემსავე გვამში უნდა მიყვარდეს და ამ სიყვარულით სულ ცხონებულმა უნდა შევძლო სიჩუმის ქალაქამდე საკუთარი ძვლებით ჯვრის ტარება. სიყვარულია მარადისობა და არა ის ბალახი გილგამეში განჭაბუკებისთვის რომ დაეძებდა. სული ტკბილია აღსავალის ნათელ კარამდის, მაგრამ ცოტათა ხვედრია ამ ქვეყნიური უკვდავება. ნეტარ არს იგივისაც სიცოცხლეში ახსოვს სიკვდილი და შეუძლია საკუთარ სხეულში მისი შეყვარება. სამყარო შობა გარდაცვლის შესაქმეა, ისე უნდა იცხოვრო, შენი სიკვდილი მიწას ეტკინოს და თვით სიკვდილმა კი ძეგლი დაუდგას შენს უკვდავებას.